სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს ამოქმედებას აფასებენ პოლიტიკოსები. მორალის პოლიცია შექმნა ხელისუფლებამ, რომლის დამსახურებაა საქართველოში ქართული ენის დეგრადაცია საჯარო სივრცეში, რომლის გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები სხვადასხვა დროს დედის სისხლს იგინებიან იმ დარბაზებში, რომელშიც მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ადამიანები აკონტროლებენ საქართველოს მოქალაქეების ენას თურმე და იმ უწყების გავლით, რომელს უწყებასაც ტვირთად ადევს რამოდენიმე დღის წინ წამება საჯაროდ ადამიანის, რომელიც ვიდეოზე დაფიქსირდა, თურმე აი ეს უწყება დღეს არის სანდო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ენა აკონტროლოს. გას, რა თქმა უნდა, საქართველოს წესრიგში ეს კონკრეტული ოცნების წამოწყებული თემა, თუმცა აქ უნდა ვახსენოთ, რომ ქვეყანაში პირველი თუ ვინმე სიძულვილის ენას ახალისებს და სიძულვილის ენის ავტორი არის, ეს არის თავად ოცნები. შესაბამისად, ჩვენი პარტია ყოველთვის შორს იყო მსგავსი ქმედებებისგან, სიძულვილის ენისგან, სხვისი ღვანძღვიზას და ასე შემდეგ და ჩვენ დღესაც მოუწოდებთ ყველას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიძულვილის ენა, რა თქმა უნდა, დავგმოთ, არ არის საჭირო განსაკუთრებით პოლიტიკაში. საქართველოს უახლეს ისტორიაში სიძულვილის ენა, ეს ბულინგი ვნახეთ, რომ ფინანსდებოდა და ჯერჯერობით კიდევ ფინანსდება უცხოური ძალების მხრიდან. გავიხსენოთ მაგალითად ამერიკის პრეზიდენტის ტრამპის ბრძანება, როდესაც გააუქმა USAID მიზეზი რა ჩაწერა. პირდაპირ ჩაწერა, რომ USAID სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აფინანსებდა ანტისახელმწიფოებრივ პროცედურებს და აქციებს. ასევე ერეოდა სხვა სახელმწიფოს საქმეებში, მათ შორის საქართველოს საქმეებში. შესაბამისად, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ გამოაქვეყნა ოფიციალური საჯარო განცხადებები გააკეთა და დოკუმენტები გამოქვეყნდა, სადაც პირდაპირ ევროპული ფონდები აფინანსებდნენ ძალადობრივ აქციებს და სიძულვილის ენას საქართველოში. მაგალითად ის, რომ ძალადობა განახორციელეთ, ჩვენ გადაგიხდით ჯარიმას. ეს ფინანსდებოდა ფონდებიდან. ასე რომ სიძულვილის ენა სამწუხაროდ აი ამ ხალხის მიერ არის შემოტანილი საქართველოში და კარგია, როდესაც შეიქმნება ასეთი უწყება. ვფიქრობ, რომ ამ უწყებამ გარდა მომხდარი სიძულვილის ენის გამოკვლევისა ალბათ უნდა პრევენციული ხასიათის ზომებიც გაატაროს. ის ვინც ირჩევს სიძულვილის ენას, რა თქმა უნდა, სინამდვილეში ამჯობინებს ოპონირებაში ზიზღს, ძალადობას და უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს. ჩვენ ხედავთ მას შემდეგ, რაც დაანონსდა შესაბამისი სამსახურის შექმნა, რა რეაქცია ჰქონდათ რადიკალურ ჯგუფებს, ანუ იმ ადამიანებს, ვინც ზიზღი და სიძულვილი საკუთარი ყოველდღიური საქმიანობის ნიშნად აქციეს. ჩვენი ვალდებულება არის, რომ გავწმინდოთ ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან და დარწმუნებული ვარ თავის საქმიანობაში ეს სამსახური იქნება წარმატებული და ეს სჭირდება ჩვენს მომავალ თაობებს და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას. ეს შეეხება არამხოლოდ რომელიმე მხარეს ბუნებრივია, გამოხატვის უფლებებსა და თავისუფლების მიღმა ისეთი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს. მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად. ამისი პრევენციისათვის შემუშავდა ჩვენს მიერ ახალი მიდგომა და ამისი პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ამ შემთხვევაში ახალი სამმართველო, რომელიც რა თქმა უნდა ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი ქმედითი რეალური ნაბიჯი იმისათვის, რომ ეს გახლეჩვა, ეს სიძულვილის ენა ბოროტებამდე მისული შეურაცხყოფა ერთმანეთის იქნას აღმოფხრილი, რადგან მხოლოდ სწორმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და აზრმა ეს ვერ უზრუნველყო, როგორც ყოველთვის. და ეს წარმატებით ხშირ შემთხვევაში მოახერხა რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს ბევრ კეთილ მიზანს მოესახვა.